ფტორზე ძალიან ბევრი ასე ვთქვათ პლუსები, მინუსები არის, მაგრამ ადგილობრივად ფტორს აქვს ძალიან კარგი მოქმედება ანტიბაქტერიული. შემცველობაში არსებული ფტორი აი იმ რაღაცა საშიშ დაზიანებებს, რაზეც და გართულებებს, რაზეც ასე ვთქვათ, თუნდაც სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ინფორმაცია არ გვაძლევს. თან ნახეთ ჩვენც აი ამ რაოდენობას პასტის ეს უნდა იყოს კბილის პასტის, აი ბრინჯის მარცვლის ოდენა, ან იმაზე ცოტა კიდე. აი ამ პასტით უნდა გავასუფთავოთ სარძევე კბილები. ოღონდ ფტორის შემცველობა უნდა იყოს 1000 ერთეული, 1100, 1000 ერთეულის ფარგლებში, იმიტომ რომ ადრე იყო აი რასაც შენ ამბობდი, 5-6 წლის წინ ამბობდით, რომ სადღაც 3 წლამდე ბავშვებს ფტორის გარეშე კბილის პასტით უნდა ასე ვთქვათ გაუხეხოთ კბილები. თანამედროვე ცხოვრების და კვების რეჟიმიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მათ უფრო მეტი შეხება აქვს მარტივ ნახშირწყლებთან და უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს ბავშვთა ადრეული კარიესის, აქედან გამომდინარე, აი მიიღეს სტომატოლოგიური საზოგადოება ესეთი გადაწყვეტილება, რომ ჩვენებაა, რომ 1100 ერთეულ ფტორს უნდა შეიცვალოს კბილის პასტები ჩვილებში.